თვის ბოლოს ეკნებათ მოდელებს საცრავი დარბაზი, ფიტნეს დარბაზი, მოემზადებიან დეფილეს მასტერ-კლასებში, კამერასთან მუშაობაში და ასე შემდეგ. უსწორებია ყოველს წარმატებას, წინსვლას და დიდ სცენაზე დგომას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ წლევანდელმა საფინალო კასტინგმა ძალიან კარგად ჩაიარა. მომეწონა გოგოების ნაკადი ყველაზე გამორჩეულად, წინა კასტინგთან შედარებით ძალიან კარგი ნაკადი იყო და მოკლედ ვუსურვებ ყველა მოდელს წარმატებას. წინა შესარჩევთან შედარებით ვთვლი, რომ ეს მეორე კასტინგი იყო ბევრად უკეთესი მონაწილეებს შორის. ბიჭებიც დადებითად შეუპასეს ჟიურის წევრებმა და გოგოებიც. განსაკუთრებით გოგოებმა გამოიწვია ჟიურის სიმპათიები. ვიცით რა არის, ცოტა ნერვიულობდი, მაინც მნიშვნელოვანია ტიტული მის და მისტერ თბილისი. ეს რაღაც აი მნიშვნელოვანი რაღაც სხვა დონის კონკურსიანი, ანუ ჟღერადობითაც ისედაც რომ და გოგოები როცა მოვიდნენ, იცით რა არის, აი პირველ ნაკადზე რომ შემოვიდნენ და დაიწყეს შემოსვლა, უკვე თავწყნარდი, იმიტომ რომ აი მე უკვე სერიოზულად რამოდიგიმე, სერიოზულად მაგარი ვიზუალის გოგო უკვე ყავს ფავორიტად. ჩვენ ვემზადებით ძალიან გრანდიოზულად ამ საღამოს რო ჩატარდება ბოლოს ეს კონკურსი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვემზადებით ამ კონკურსზე. და მე მჯერავს, რომ ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო, ეს არის ყველაზე ამორჩეული გოგოებიც და ბიჭებიც. ძალიან ლამაზი გოგოები არიან, ჩემი აზრით არიან აქ რამოდიმე გოგო ძალიან ლამაზი, ისეთი რომ გაგვიძნელდება რომელს დავადოთ გვირგვილი. ძალიან კარგი განწყობაა ესე შემართებით მომზადებით კონკურსისთვის და ყველას გამარჯვების იმედი აქვს და ყველას გისურვებთ წარმატებებს. ასევე ვითანხმობები, ყველას ძალიან კარგი განწყობა იქნება, ესე მგონია მეც და რავი, მეც ყველას ასევე წარმატებებს ვისურვებ. მის და მისტერ თბილისის საფინალო შესარჩევი კასტინგის მასპინძელი რესტორანი ბაბილო მიუზიკ-ჰოლი გახლდათ. ამავე რესტორანში გაიმართება გრანდიოზული ფინალი სექტემბრის თვეში.